მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ C# საუბარს და განვაგრძობთ დარეზერვებულ სიტყვებზე საუბარს მოდიფიკატორებზე, ანუ იმ მოდიფიკატორებზე, რომლებსაც გადავცემთ ჩვენს მეთოდებს პარამეტრის სახით, ხო? ჩვენ წინის ლექცია დავუთმეთ ref-ზე საუბარს, გქონდა საშინაო დავალება სამ საკითხის შესახებ, იმის შემდეგ ვისაუბრეთ out მოდიფიკატორზე და დღეს საუბარი გვექნება კიდევ ერთ მოდიფიკატორზე, რომელსაც ეწოდება in მოდიფიკატორი. აქედან გამომდინარე, ეს თემები საკმაოდ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და იმისთვის, რომ გაიგოთ თუ რა არის in მოდიფიკატორი და რისთვის გამოიყენება იგი, ასე ვთქვათ, თქვენ უნდა გქონდეთ კარგად ნანახი ლექციები და გააზრებული ის თუ რას აკეთებს ref მოდიფიკატორი და out მოდიფიკატორი. ხო, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ახლა ჩვენ და ჩვენს აი მეთოდ foo-ს, რომელ მეთოდსაც განვიხილავდით წინა ლექციაზეც, მივაწოდოთ, გადავცეთ რაიმე მნიშვნელობა პარამეტრი, ანუ value, არა ref-ით, არა out-ით, არამედ გადავცეთ in მოდიფიკატორით. ხო, ნუ თუ გადავცემთ აი ამ values in მოდიფიკატორით და შემდეგ შევეცდებით, რომ აი ამ values მივანიჭოთ რაიმე მნიშვნელობა, მაგალითად value უდრის 5-ს, თუ დავწერთ, მივიღებთ ესეთ სურათს, რომ აგდებს errors, ხო, აწითლებს და თუ ჩავხედავთ errors, გვეტყვის, რომ cannot assign to variable in int because it is a read-only variable. ანუ ეს გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ვერ მივანიჭებთ აი ამ ჩვენს values, აი ამ ჩვენ პარამეტრს ვერანაირ მნიშვნელობას იმ შემთხვევაში თუ მოდიფიკატორად აი აქ გადავცემთ ins, რადგან in ასე ვთქვათ ამის საშუალებას არ გვაძლევს. და ეს ჩვენი value ტიპი, ეს ჩვენი value, რასაც გადავცემთ, ხდება read only, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ მხოლოდ წაკითხვადი. ანუ მხოლოდ წაკითხვადი არის ეს ჩვენი ასე ვთქვათ, ეს value და ასე ვთქვათ, შეუვალი არის სხვა მხრივ, რომ ჩვენ ვიცავთ მას რაიმე მნიშვნელობა მივანიჭოთ, ან შევცვალოთ იგი. ხო, აი ეს არის მთავარი განმასხვავებელი ალბათ in მოდიფიკატორისა სხვა ზემოთხსენებული მოდიფიკატორებისაგან. ანუ თუ გამოვიყენებდით, ასე ვთქვათ, ref მოდიფიკატორს, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით, რომ მიგვენიჭებინა აი ამ ჩვენი values-თვის, ანუ გადაცემული ტიპისთვის რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ ეს მთლიანად ჩვენს ნებასურველზე იქნებოდა დამოკიდებული. შეგვეძლო მიგვენიჭებინა, შეგვეძლო საერთოდ არ მიგვენიჭებინა. ამიტომ აი ეს ref-ი ასე ვთქვათ, ყველაზე მეტ თავისუფლებას გვაძლევს ამ მოდიფიკატორებში, რომ მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გამოვიყენებდით out-ს, აი ამ in-ის მაგივრად, ის დაგვავალდებულებდა, რომ ჩვენ რაღაცა მნიშვნელობა მიგვენიჭებინა აი ამ ჩვენი values-თვის. არა თუ ნებაყოფლობით ყოფილიყო, არამედ ვალდებულები ვიყავით, რომ ასე ვთქვათ, მნიშვნელობა მიგვენიჭებინა. იმ შემთხვევაში თუ აი ხედავთ, რომ ვიყენებთ in მოდიფიკატორს, ჩვენ საერთოდ აღარ შეგვიძლია, რომ რაიმე მნიშვნელობა მივანიჭოთ აი ამ ჩვენ values, არამედ ის ხდება read only და შესაძლებელია მხოლოდ მისი წაკითხვა. ანუ მე თუ ახლა აი ამ foo-ს შიგნით გადავაკეთებ და დავწერთ console write line values, ხედავთ, რომ error-ი აღარ იქნება და კი ბატონო, წაკითხვისთვის ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ჩვენი foo. მაგრამ ნუ თუ აი ამ მნიშვნელობაზე უშუალოდ მომინდებოდა რაიმე манипуляციების ჩატარება, მაგალითად მისთვის მნიშვნელობის მინიჭება, გაზრდა, შემცირება და ასე შემდეგ, ჩვენ მივიღებთ errors და ამის საშუალებას არ მოგცემდა ჩვენი Visual Studio. ხო, კიდე ერთი, ასე ვთქვათ, განსხვავება, რაც არის in-სა და ზემოთხსენებულ out და ref-ს შორის, არის ის, რომ როდესაც აი ჩვენ main მეთოდში დავუშვათ, როცა შექმნილი გვაქვს რაღაცა ცვლადი int a, რომელიც უდრის 5-ს და შემდეგ ვიძახებთ foo მეთოდს, ჩვენ საერთოდ არ ვართ ვალდებული, რომ აი ამ a-ს წინ დავუწეროთ in-ი, იმისათვის, რომ ამან იმუშაოს. თუ არ დავუწერთ in-ს, ის მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ხო? ანუ აი აქ
ეწერება თუ არა ინი, ხო, A-ის წინ. ჩვეულებრივად იმუშავებს ისევე, როგორც გინდა ეწეროს და გინდა არა. ხო, გაგიშტებათ ლოგიკური კითხვა, რა თქმა უნდა, რა აზრია აქ ინის გამოყენებას, თუ ვერაფერს ვერ უშვები ამ მონაცემს, რომელსაც გადავცემ, ხო, რა საჭიროა ის? რა საჭიროა ეს და ხვდებით, ხო, იმიტომ რომ ეს ინი, ინის გარეშე თუ დავწერთ ამ int values, რეალურად ეს აიღებს ამ int a-ის მონაცემის ასლს და დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, ობიექტს გახდის მისგან და მას უყურებს ცალკე და ანუ იმ ასლზე მუშაობს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვწერთ ins, ასე ვთქვათ, ეს ini მუშაობს ზუსტად ისე, როგორც მუშაობდნენ out და refi, ანუ წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ორი იარლიყი, ორი shortcut-ი, რომელიც ერთ და იგივე ასე ვთქვათ, ფაილს უყურებს, ხო? ანუ იგი გვაქვს ინის დაწერის შემდეგ გვაქვს ორი ცვლადი, რომელიც ერთ და იგივე ადგილს უყურებს ოპერატიულ მეხსიერებაში, ხო? აი ეს არის განსხვავება ჩვეულებრივ ჩანაწერსა და ინით ჩაწერილ, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას შორის. ხო, მაგრამ ესეთი შეზღუდვა აქვს ამ ჩვენ in მოდიფიკატორს, რომ თუ ვიყენებთ ins, შეუძლებელია რომ ეს მას რაიმე აი მნიშვნელობას, რომელსაც გადავცემთ init, რაიმე მნიშვნელობა შეუცვალოთ და მივენიჭოთ. ხო და ეს კარგია, როცა ასე ვთქვათ, თუ ჩვენ გვინდა რომ აი ეს ინფორმაცია, რომელსაც ესეთი მეთოდი შეიცავს, მის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და ეს ჩვენ დაუნებუროთ ეს მეთოდი არ შეიცვალოს სხვა მეთოდში, როცა მას გადავცემთ. ეს არის ერთგვარი გასაღები, ეს არის ერთგვარი საკეტი, რომელთაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენ პროგრამას, რომ კი შეგიძლია გამოიყენო ეს init გადაცემული მნიშვნელობა, შეგიძლია უყურო, მაგრამ არ გაბედო და არ შეეხო. ხო, აი ესეთი თავდაცვის მაღალი დონე აქვს ამ ჩვენ ins. კი ბატონო, მოდი დღეს დავასრულოთ ამით ჩვენი საუბარი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. თუ მოგეწონთ ვიდეო, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ის და გამოიწეროთ არხი, რათა არხი უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანისათვის. მე კი მოდი დღეს დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს.